მაგალითად ცეცხლზე დიდი ხანი იდგას წყალი და მაინც არ ადუღდეს. ხო ყოფილა. როგორ? გაზი არ არის. ეტყობა ცეცხლი ვერ არის. ხო და რატო ვამბობ? შეიძლება ძალიან დიდი რაოდენობის წყალი უცბად ადუღდეს თუ ძლიერი ცეცხლია. და შეიძლება აი აქ მაგალითად ძალიან სუსტი ცეცხლი რო იყოს. ქარმა შეიძლება გააგრილოს ის წყალი და ის ცეცხლი ვერ ძალავდეს, ხო მართალია. შეიძლება წლებიც იდგას და ის წყალი არ ადუღდეს. ხო ეგრეთ შეიძლება. ანუ იმ ცეცხლის ტემპერატურას თუ აჭარბებს იმ ჰაერის გაგრილება, მაშინ ის ვერასოდეს ვერ ადუღდება, ხო მართალია. ეხლა რატო ვამბობ ამას? შეიძლება ეხლა მე მინდა წაგიკითხოთ ერთი ახალგაზრდა კაცის ცხოვრება. და აი აქ ძალიან კარგად ჩანს რამხელა მნიშვნელობა აქვს გულმოდგინებას. რომ აი შეიძლება ადამიანი კიდევაც მთელი ცხოვრება აი ცდილობდეს რომ ეკლესიურად იცხოვროს, მაგრამ იმდენად ვერ წარემატოს თუ გულმოდგინება არ ექნება. თუ ის ცეცხლი არ იქნება ძლიერი და ეხლა აი ამ ახალგაზრდა კაცზე ძალიან საინტერესო რამ წერია. თუ წაგიკითხავთ, არ ვიცი ეს არის ცხოვრება ნეტარი მამა დოსითეს. წაგიკითხავთ? თუ არ წაგიკითხავთ, მაშინ დიდი ბედნიერება გელოდებათ წინ. რომელიც ჩვენი წმინდა და ნეტარი მამა დოროთეს პირველი მოწაფე იყო, მამა სერიდოს მონასტერში ყოფნისას. რაჟამს ჭეშმარიტად დიდი და ნეტარი ჩვენი მამა წმინდა დოროთე ერიდან გამოვიდა და მონაზვნად შედგა, მამა სერიდოს მონასტერში მივიდა. იქ დაყუდებული ნახა მრავალი დიდი მოღვაწე, რომელთა შორის იყო ორი დიდი მნათობი, წმინდა მამა ბარსანოფი და მისი მოწაფე და თანამოღვაწე მამა იოანე, რომელსაც წინასწარმეტყველი ეწოდა ღვთისგან ბოძებული წინასწარ ცნობელობის მადლის გამო. სხვათა შორის მათი წიგნი არის გამოცემული იოანესა და ბარსანოფის პასუხები. ორ ტომად არის გამოცემული, ძალიან კარგი წიგნია. უამრავი შეკითხვაა და იმ შეკითხვებზე არის ძალიან ესეთი სულიერი პასუხები გაცემული. მან ამ ორ ბერს შეავედრა თავი მთელი გულმოდგინებითა და მამა სერიდოს განზრახვით. იგი მამა იოანეს მომსახურების ღირსიც გახდა. იმხანა წმინდა ბერებმა გადაწყვიტეს აეშენებინათ საავადმყოფო, რათა დასნეულებული ან სიბერისგან დაუძლურებული ძმები არ დატანჯულიყვნენ. ააგეს კიდეც უძლურთა და სნეულთა მოსასვენებელი სახლი. ღვთის ნებითა და მამა დოროთეს ძმის დახმარებით მას ყავდა ძმა ღვთისმოშიში ერისკაცი და მონაზონთა დიდი შემწე. სხვა სულიერი ძმებიც მისცეს მამა დოროთეს თანაშემწეთი და გაამწესეს იგი უძლურებაში მყოფი ძმების ზრუნველად. ერთ დღეს ღვთის განგებით მამა სერიდოს მეგობრები მოვიდნენ. თან მოიყვანეს მეტად მშვენიერი და ძვირფასად შემოსილი ვინმე ჭაბუკი. ანუ ერში რო იყვნენ, მათ მოიყვანეს ვიღაცა ახალგაზრდა კაცი. მამა სერიდოს უთხრეს, ამ ჭაბუკს მონაზვნობა სურს შენთან. მამა სერიდომ ცალკე გაიყვანა მამა დოროთე და უთხრა, ამ კაცებმა ეს ჭაბუკი მოიყვანეს და ამბობენ აქ მონაზვნად შედგომა სურსო. მე კი ვშიშობ იქნებ რომელიმე ხელმწიფის ახლობელია, რამე აუგისთვისაა გამოქცეული და თუ შეიტყვეს განსაცდელში აღმოჩნდებით. ანუ ვერ ენდობ ბოლომდე რაღაცა სხვა იფიქრეს. არც შესახედაობითა და არც ჩაცმულობით გავს მონაზნობის მსურველ კაცს. აი, ერთი შეხედვით რო არ უნდა შეაფასო ადამიანი. ხო ყოფილა რომ აი ტაძარში ვიღაც შემოსულა ისეთი რომ არა შესაფერისად ჩაცმული და ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ ისეთი მორწმუნეები ვართ და აბა რანაირად შემოვიდა და ის რანაირად რო შემოვიდა შეიძლება ღვთის წინაშე პირველი ის დადგეს. ეს უკანასკნელი რომელიღაც ხელმწიფის მეტად საყვარელი პირი იყო, დიდ შვება განცხრომაში აღზრდილი. არასდროს სმენოდა ღვთის სიტყვა და ღვთის სიტყვა თუ სულიერი საუბარი. ერთ დღეს ვიღაც კაცებმა იერუსალიმისა და სხვა წმინდა ადგილების შესახებ უამბეს. მასაც ქრისტეს აღდგომისა და წმინდა საფლავის თაყვანისაცემად და წასასვლელად გაუწია გულმა. ხელმწიფეს
გაშვებას თხოვა. ამ უკანასკნელს არ უნდოდა მისი წყენინება. იერუსალიმში მიმავალი მეგობარი ნახა და უთხრა: გამოიჩინე სიყვარული და რა კი სურს ეს ჭაბუკი თან წაიყვანე წმინდა ადგილების მოსალოცად. ისიც სიხარულით დაეთანხმა. თან წაიყვანა და დიდ პატივსა და განსხრომაში ჰყავდა. როცა იერუსალიმში მივიდნენ, უფლის წმინდა საფლავსა და ყველა წმინდა ადგილს თაყვანისცეს, მივიდნენ გეციმანიაში, სადაც დახატული ჯოჯოხეთი იხილა. ჭაბუკი იდგა და გაუცებული შეჰყურებდა. როცა მიბრუნდა, ნახა მის მარჯვნივ მდგარი იისფერი სამოსლით მოსილი ვინმე ქალბატონი, რომელიც გამოსახულებებს სათითაოდ უჩვენებდა. უხსნიდა მათ მნიშვნელობას და სულის საცხონებელ სიტყვასა და ღვთისშიშს ასწავლიდა. ჭაბუკი უსმენდა და ძლიერ უკვირდა, რადგან როგორც აღნიშნა ღვთის სიტყვა არ სმენოდა და არც ის სატანჯველი თუ არსებობდა და ჰკითხა: დედოფალო, თუ ასეა, ვერავინ გადარჩება ამ სატანჯველთ? მათ უპასუხა: იმარხულე, ნუ შეჭამ ხორცს და ევედრე ღმერთს, ცხონებისაკენ წაგიწვეს. როგორც კი მცნებები მისცა, გაუჩინარდა. მას შემდეგ ნეტარი დოსითე მარხვასა და ლოცას შეუდგა. ანუ ერთხელ მოისმინა რაღაც. აი, კეთილი თესლი რომ კეთილ ნიადაგში ჩავარდება. ერთხელ მოისმინა სული სასარგებლო რჩევა. არ ჭამდა ხორცს, არც ვინმესთან დადიოდა, როგორც ჩვეოდა, არამედ ყოველთვის დამწუხრებული, მგლოვიარე, მტირალი და მდუმარე იყო. მასთან მყოფები ხედავდნენ ამას, უკვირდათ და ევედრებოდნენ გულის წადილის გამხელას. როცა საქმეში გაერკვნენ, უთხრეს: ბატონო, როგორც შენ იქცევი, არ შეფერის კაცს, ვისაც ერში მით უმეტეს ხელმწიფესთან ყოფნა სურს. თუ ასეთი ცხოვრება გწადია, მონასტერში წადი, რათა სული სრულად იცხოვრნო. მანაც უთხრა: მას გამოიჩინეთ ღვთის სიყვარული და წამიყვანეთ, სადაც იცითო. თვითონ არც ეს არ იცის რა არის მონასტერი, სად უნდა წაიყვანო. საოცარი ადამიანი. როგორც ადრე ვახსენე, ზოგიერთი მათგანი მამა სერიდოს იცნობდა. მოვიდნენ მონასტერში, თან ის ჭაბუკიც მოიყვანეს. დაუბრუნდეთ უწინდელ თხრობას. მამა სერიდომ მამა დოროთეს უთხრა: გამოიჩინე სიყვარული, წადი და გაიგე ამ ჭაბუკის ჩანაფიქრი. წავიდა მამა დოროთე, დაელაპარაკა და დაწვრილებით გამოჰკითხა. რა კი სამონაზვნო საუბრის არაფერი გაეგებოდა, მხოლოდ ამას ამბობდა: მინდა ვცხონდე და ჩემი სული სატანჯველს გადაურჩეს. მაშინ მამა დოროთე მივიდა მამა სერიდოსთან და მოახსენა: თუ ამ ჭაბუკის მიღება გსურს, ნურას ერიდები, მასში ზაკვა არ არის, არამედ ღმერთს სურს მისი ცხონება. მაშინ მამა სერიდომ უთხრა, მამა სერიდო წინამძღვარია, როგორც თქვით. მაშინ მამა სერიდომ უთხრა: თუ ასეა, გამოიჩინე სიყვარული, შენთან იყოს, რათა ცხონდეს. მისი ძმებთან ყოფნა არ მინდა. მამა დოროთემ თავმდაბლობის გამო მიუგო. სხვისი სიმძიმის ტვირთვა არ შემიძლია, საკუთარიც ვერ მიტვირთავს. მამა სერიდო თავს სიტყვაზე დაადგა და აიძულებდა მას. მაშინ მამა დოროთემ უთხრა: მას თუ გსურს, მიბრძანე, რომ მამა ბარსანოფის კითხო. მამა სერიდომ უთხრა: კეთილი, მას მე ვეტყვი. ანუ ნახეთ, აი როგორი დამოკიდებულება უბრალოდ რა. თავის თავზე არ არიან მინდობილი და ფიქრობენ, რომ ვერ შეძლებენ იმას, რასაც ავალებენ. და ბოლომდე რომ გაიგონ, ესე იგი რა არის ნება ღვთისა, ის ამბობს, რომ ხო წინასწარმეტყველად იყო ცნობილი ბარსანოფი და ივანე მისი მოწაფე. წავალ და მასაც დავეკითხები, რომ რაღაცა შეცდომა არ დაუშვა და ჩემს თავზე აღმატებული ტვირთი არ ავიღო. ამას იმიტომ ამბობ, რომ ჩვენ ზოგჯერ პირიქით მივისწრაფით, რომ აი მე დამავალეთ, მე გავაკეთებ და იქნება არ გაძლევს ღმერთი მაგის ძალას და ჯერ უნდა იკითხო, რომ მე უნდა გავაკეთო, ნამდვილად ესეა, უნდა დარწმუნდა იმაში, რომ ღმერთს სურს, რომ ეგ შენ გააკეთო. წავიდა და საქმის ვითარება მოახსენა დიდ მამა ბარსანოფის. მამა ბარსანოფი უთხრა მამა დოროთეს: მიიღე ეს ჭაბუკი, რადგან ღმერთს შენით სურს მისი ცხონება. მამა დოროთემაც დიდი გულმოდგინებით მიიღო იგი. უძლურთა მსახურება უბრძანა. იგი გულმოდგინედ ემსახურებოდა ყველას. სახელად დოსითე ერქვა. მას ღვთისაგან
რაც ღვთისაგან მოცემულს ნიშნავს. ერთ დღეს მამა დოროთემ უბრძანა. საღამომდე იმარხულე, შემდეგ მაძღრივ ჭამე პური და რამდენსაც შეჭამ მითხარ. ასეც მოიქცა. მივიდა და მამა დოროთეს მოახსენა. 1.5 პური ჭამე, ანუ რაც შეგიძლიაო ბოლომდე ჭამე. 1.5 პური 600 სიწონიდან. მამა დოროთემ უთხრა. ჭამე 1 პური და მეორის მეოთხედი. ანუ ნახეთ რა უთხრა. 1.5 ხო შეეძლო რა ეჭამა რა აი კარგად გულიანად დანაყრებული. ამიტომ თავშეკავება რო გამოვიდეს 1 და მეოთხედი ჭამეო. მეორე მეოთხედი 2-ად გაყავი და დღითი დღე ჭამე. ისიც ასე მოიქცა, გამოხდა გარკვეული ხანი. მამა დოროთემ ჰკითხა, "გშია შვილო, დოსითემ მიუგო?" "ხო, მამაო, ცოტათი მშია." რამდენიმე დღის შემდეგ ჰკითხა, "ისევ გშია, მიუგო, შენი ლოცვით არა, მამაო." მაშინ კვლავ უთხრა, "მეოთხეც 1.5 მოაკელი." ასეც მოიქცა, რამდენიმე დღის შემდეგ უთხრა, "ის მეოთხედიც მოაკელი და მხოლოდ 1 პური ჭამე." თანდათან ისიც შეამცირებინა და ასე ღვთის შეწევნით 600-დან 80 საწონამდე დაიყვანა, რადგან ჭამაც ჩვეულებაზეა დამოკიდებული. ანუ ნახეთ აი ნელ-ნელა აქაც როგორი აი თანმიმდევრობაა დაცული და სიზუსტეა დაცული, რომ ეხლა 600 გრამიდან 80-ზე რო ჩამოიყვანა, პირველივე დღეს კი არ გააკეთებინა ეს. არაბა ნელ-ნელა რომ იქ რაღაცა ხიბლის მდგომარეობა არ დამდგარიყო ამ ჭაბუკისთვის, რომ აი უცბად ამდენი მოიკლო, ამდენი იმარხულა, სხვადასხვა აი ახალ მოსულს ჩვევია ხოლმე, რომ ბევრი ილოცოს, ბევრი იმარხულოს, აი რაღაცნაირად აი წყალზე და პურზე იყვეს. ჯერ შეიძლება 2 ლოცვა არ წაუკითხავს ადამიანს და აი წყალზე და პურზე უნდა იყოს და ესეც საცდურია, რომ აი გონია რომ რაღაცა წმინდა მამები საერთოდაც ურჩევენ ხოლმე, რომ აი ესე იგი ვინც განდეგილი ბერები არიან მონასტერში ცხოვრობენ, მათ ცხოვრებას რო წაიკითხავ, პირდაპირ კი არ აიღო და მიბაძო, ესე იგი, რასაც ის აკეთებდა. იმიტომ რომ აქ 2 რამ არის, ესე იგი. ერთი ის რომ 2 საშიშროება, ერთი ის რომ ვერ გააკეთებ და ყურებს ჩამოყრი და უიმედობაში ჩავარდები, აი ვერაფერს ვერ ვაკეთებ და შენი სარგევალება რომ გააკეთე. და მეორე ის რომ ცოტა ხანი თუ მართლა შეძელი და გააკეთე, გონია რომ აი უკვე იმას მიბაძე რაღაცა. ეხლა მაგალითად აი ჩვენ რომ წმინდა პაისი ათონელზე ფილმს უყურებ, ვიღაცამ შეიძლება აიღოს და პირდაპირ ესე იგი ასლი გააკეთოს მისი რაღაცა მოღვაწეობის და რაღაც შეიძლება ერთი კვირა გაუძლოს რაღაც. ისიც აი ხო და იფიქროს რომ აი ნახე მეც მივბაძე უკვე. ნეტარი დოსითე ყველანაირ მსახურებაში ფრთხილი იყო და ყველაფერს წრფელად, გულმოდგინედ ასრულებდა. უძრურებს კარგად რწმენით ემსახურებოდა და ყველა მოსვენებით იყო. თუ განრისხდებოდა და ძმას უხეშად მიმართავდა, მყისვე თავს წანებებდა ყველაფერს, შედიოდა საგუჭნაოში, ჯდებოდა და ტიროდა. თან ახლა წარმოიდგინეთ, აი ვისაც ქონიათ შეხება, რომ აი ავადმყოფთან ავადმყოფს რო ული, ხო იქ განსაცდელებით არის, ხო რაღაცნაირად სავსე ეს და ესეც ამას აღასრულებდა და თუ მოხდებოდა რომ ვინმეს გაუბრაზდებოდა, განურისხდებოდა, მერე ძალიან დარდობდა და ტიროდა. მოდიოდნენ სხვა ძმები ამშვიდებდნენ, მაგრამ ამაოდ. მაშინ მიდიოდნენ და მამა დოროთეს ეუბნეოდნენ. გამოიჩინე სიყვარული მამაო, ნახე რა ჭირს იმ ძმას, ასე მწარედ რომ ტირის. როცა მამა დოროთე შედიოდა, მას მიწაზე მჯდომსა და მტირას პოულობდა. ეუბნეოდა რა მოხდა დოსითე, ასე რატომ ტირი? ის კი მიუგებდა. შემინდე მამაო, რადგან განვრისხდი და ძმას რისხვით მივმართე. მაშინ მამა დოროთე ეუბნეოდა. არ გცხვენია ასე რომ რისხანებ და შენს ძმას რისხვით მიმართავ? არ იცი რომ იგი ქრისტეა და ქრისტეს შეაწუხებ? ის კი მხოლოდ ტიროდა და სხვას არაფერს ამბობდა. როცა მამა დოროთე ნახავდა რომ ბევრი იტირა, ეტყოდა ხოლმე, ადექი ღმერთმა შეგინდოს. ამიერიდან ფრთხილად იყავი და ღმერთი შეგეწევა. ამ სიტყვებს, ეხლა ნახეთ, დამოკიდებულება მოწაფის. ამ სიტყვებს იგი ისეთი რწმენით იღებდა, თითქოს ღვთისგან ისმენდა, სასწრაფოდ წამოდგებოდა და თავის მსახურებას უბრუნდებოდა.
ძმებმა შეიტყვეს მისი წესი და როცა კი მტირას ნახავდნენ, ხვდებოდნენ, რომ რაღაცაში შეცდა და ნეტარ დოროთეს ეუბნებოდნენ. ანუ მწუხარებდა, მაგრამ ის რო ეუბნებოდა, რომ ღმერთმა შეგინდოს, ესეც ადგებოდა, აღარ ტიროდა. იმიტომ რაღა იყო სატირელი. ისიც როცა ნახავდა, ხვდებოდა ვიღაცას უხეშად რომ დაელაპარაკა და ეუბნებოდა. რა არის დოსითე? ისევ შეაწუხე ქრისტე, ისევ განურისხდი ძმას, არ გწვენია? დოსითე ვერაფერს პასუხობდა, რადგან მწარედ და გულამოსკნით ტიროდა. ნეტარი დოროთე ამგვარ ყოფაში რომ ნახავდა, კვლავ ეუბნებოდა. ადექი შვილო, ღმერთმა შეგინდოს, თავიდან დაიწყე და ფრთხილად იყავ. ისიც კვლავ წამოდგებოდა ხოლმე და სიხარულით უბრუნდებოდა მორჩილებას. მას აღსარების ასეთი ჩვეულება ჰქონდა. თუ სნეულებს ლოგინს დაუგებდა და წმინდა დოროთე გამოივლიდა, ეუბნებოდა, შემინდე მამაო, რადგან გული მეუბნება, ლამაზად ვაკეთებ. ანუ ამაშიც კი ფრთხილი იყო, რა გულის ფიქრები. ისიც ეტყოდა ხოლმე, ეს აზრი ამ პარტავნებისგან არის, შვილო და შენ შრომასა და მსახურებას ამაოდ ეწევ. არასდროს აძლევდა უფლებას თავისი ნება აესრულებინა, ან რამე ნივთი ჰქონოდა, რომელიც მოსწონდა. ისიც ყველაფერს სიხარულით ღებულობდა. ერთხელ მამა დოროთემ ნახა, რომ შიშველი იყო. მისცა სამოსელი და უბძანა, აიღე ეს შვილო, შეკერე, სათანადოდ მორთე და ჩაიცი. მანაც გამოართვა და შეკერა. მამა დოროთემ კითხა, რა უყავი ტანსაცმელი? დოსითემ მიუგო, მამაო, როგორც მიბძანე, კარგად შევკერე. ამა და ამ ძმას მიეცი, უთხრა. მანაც სიხარულით მისცა. კვლავ მისცა სხვა და როცა შეკერა, უბძანა, მიეცი ამა და ამ სნეულს. მან ისიც სიხარულით მისცა. ნეტარს არასდროს დაუჩივლია. მე თავად მჭირდება, შემიკერავს იგი და სხვებს აძლევს და მე შიშველს ტოვებსო ჩემი შრომის შემდეგ. გულშიც კი არ გაივლებდა ამგვარ აზრს. არამედ რასაც წმინდა დოროთე უბძანებდა, ისე ღებულობდა, თითქოს თვითღთისგან ესმოდა და არა კაცისგან. ანუ თვითონაც არაფრის მქონეს, სხვისთვის აკერინებდა და აძლევდა და გულშიც კი არ ქონდა ის რახეთ რამხელა სიმაღლეს მიაღწია, რითიც დავიწყეთ, თია ჩამოჯექით, ხო არის, ცოტა მიუწმოთ. ანუ რითიც დავიწყეთ საუბარი, აი ხო სულ რამდენი ხნის მოსული იყო ეს ახალგაზრდა კაცი. მაგრამ რა სულიერ სიმაღლეს მიაღწია, ესე იგი რომ აი ამ ფიქრს გულშიც კი არ გაივლებდა, რომ მე თვითონ მჭირდება და ეს კიდე სხვისთვის მაკეთებინებს. ერთმა კაცმა ნეტარ დოსითეს დანა მისცა. მან წმინდა დოროთეს წაუღო და უთხრა, ამა და ამ ძმამ ეს დანა მომცა, თუ მიბრძანებ, დავიტოვებ. რადგან ძალიან კარგი რამ არის და კარგად ჭრის. ნახა ბერმაც და მოეწონა, მაგრამ წმინდანი არასდროს იჩერებდა ნივთს, რომელიც გულით მოსწონდა. უთხრა ნეტარ დოსითეს, დოსითე, დანის მონობა გსურს და არა ქრისტესი? არ შეგწყვება ამის გამო ანგარების ეშმაკი რომ დაგეუფლოს, რაც იგივე კერპსახურებაა? ესმით ნეტარი მიწას დასჩერებოდა თავდადრეკილი და ბერის შეხედვასაც ვერ ბედავდა. ამ სიტყვების შემდგომ მისცა დანა და უთხრა, წაიღე და საავადმყოფოში დადე, ძმებმა რომ გამოიყენონ. შენ კი ნუ იხმარ, არც კი აიღო. ნეტარი დოსითე იმდენად იცავდა ბერის ბრძანებას, რომ თუ სთხოვდნენ, მისაწოდებლადაც კი არ გაიწვიდა ხელს, მხოლოდ უჩვენებდა და ეუბნებოდა, გამოიჩინე სიყვარული და თვითონ აიღე ძმაო. მისაწოდებლადაც კი არ კიდევდა ხელს, აი რამხელა მას სიწმინდეს იცავდა, სიზუსტეს მოძღვრის. ყველა ძმა ხმარობდა დანას, ის კი საერთოდ არც ეხებოდა. გულშიც კი არ დაიჩივლებდა, ყველა იყენებს და მარტო მე გავცვითავო, რასაც გაიგებდა, ყველაფერს სიხარულით ასრულებდა. ასე კეთილად გაატარა მან მცირეოდენი ჟამი მონასტერში. მხოლოდ 5 წელი იყო მონასტერში და აღესრულა, გარდაიცვალა. სიხარულით მივიდა უფალთან, რადგან თავის ნებას არ იჩენდა არც დიდში, არც მცირეში, არამედ ყველაფერს სიხარულით და წრფელად აკეთებდა ბერის ნებით. დასნეულდა იგი მძიმე და სასტიკი სენით, რითაც გარდაიცვალა კიდეც, რადგან სისხლს ანთხევდა. ეს დაავადება იყო დურბელა. ვიღაცამ უთხრა ამ სნეულებას კვერცხი უხდებაო. უთხრა მამა დოროთეს, მამაო,
მავანისაგან შევიტყვე თუ რა უხდება ჩემს დაავადებას, მაგრამ არ მინდა მომცე, რადგან მასზე ფიქრი მტანჯავს. მამა დოროთემ უთხრა, მითხარი მხოლოდ რომ ვიცოდე რა არის იგი. დოსითემ უპასუხა, შენ პირდი რომ არ მომცემ, რადგან ის ძალიან მსურს და გულით მწადია. მამა დოროთემ მიუგო, კეთილი შვილო, როგორც გსურს, ისე მოვიქცევი. მაშინ უთხრა, მამაო, გავიგე რომ ამ დაავადებას კვერცხი უხდება, მაგრამ შენ სიწმინდეს ვევედრები, თუ შეიძლება არ მომცე ჩემი სურვილის გამო. უთხრა მამა დოროთემ, ნუ წუხა, რადგან არ გსურს არ მოგცემ. ღმერთმა შეიწიროს შენი ღვაწლი. მამა დოროთე კი ცდილობდა კვერცხის ნაცვლად სხვა რამ უფრო სასარგებლო წამალი მიეცა. ნახე ძმებო, რა საშინელ მძიმე მდგომარეობაშიც კი იბრძოდა, რათა წინააღმდგომოდა თავის ნებას. ნიადაგ ღმერთს იხსენებდა, რადგან წმინდა დოროთეს მისთვის ნაბრძანები ჰქონდა, ყოველთვის ეთქვა, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე, ძეო ღვთისაო, შემეწიე მე. როცა დამძიმდა, წმინდა დოროთემ უთხრა, ყურადღებით იყავ, დოსითე, არ შეწყვიტო ლოცვა. შენი წმინდა მადლით ლოცულობ, მამა, უპასუხა მან. როცა უფრო მეტად დამძიმდა, კვლავ კითხა წმინდა დოროთემ, რა არის დოსითე, შეგიძლია ლოცვა? ნეტარმა დოსითემ მიუგო, ჰო მამაო, შენი ლოცვით ჯერ კიდევ ლოცულობ. როცა იმდენად დამძიმდა, რომ საწოლშიც ვეღარ ინძრეოდა, მამა დოროთემ კითხა, როგორ მიდის ლოცვა დოსითემ? მიუგო, შემინდე მამაო, აღარ შემიძლია ლოცვა. წმინდა დოროთემ უთხრა, შვილო, დაანებე ლოცვას თავი, მხოლოდ ღმერთი გახსოვდეს და თვალწინ გყავდეს. ანუ აი ლოცვის მნიშვნელობა რა არის, რომ როცა ღვთის წინაშე დგეხარ, შეიძლება ბევრი ლოცვა წაიკითხო, მაგრამ საერთოდ არ გძნობდე ამას, რომ ღმერთს ესაუბრებ. როცა იმდენად დამძიმდა, რომ ეს წავიკითხეთ. როცა ძლიერ გაუჭირდა, მამა დოროთეს უთხრა, თუ საჭიროდ მიგაჩნია, მამა, უთხარი მამა ბარსანოფის, ღმერთს თხოვოს, ამ ცხოვრებიდან გამიყვანოს, რადგან აღარ შემიძლია. დოროთემ დიდი მამა ბარსანოფის უთხრა, მამა ბარსანოფიმ შეუთვალა, მოითმინე შვილო, ახლოსაა ღვთის წყალობა. რამდენიმე დღის შემდგომ კვლავ უთხრა მამა დოროთეს, თუ გნებავს, მამაო, უთხარი წმინდა ბარსანოფის, რომ აღარ შემიძლია ევედროს ღმერთს წამიყვანოს. მაშინ წმინდა ბარსანოფიმ შეუთვალა, ახლა კი შვილო, წადი მშვიდობით, წარუდექ წმინდა სამებას და მეოხება გაგვიწიეო. მაშინ მიაბარა თავისი წმინდა სული უფალს. მონასტრის ძმებმა გაიგეს დიდი ბერის სიტყვები, რომ უთხრა, წარუდექ წმინდა სამებას და მეოხება გაგვიწიეო. ძლიერ გაუკვირდა, ზოგიერთმა თქვა, რა ღვაწლს ეწეოდა ეს ძმა, ბერისაგან ასეთი სიტყვების ღირსი რომ გახდა? ხედავდით, არას მოღვაწეობდა, სხვა ძმების დარად არც ორ-ორი დღე მარხულობდა, არც ზარის დარეკვამდე იღვიძებდა, არც სხვა რამ ღვაწლი გვიხილავს. ზარების დარეკვის შემდეგ დგებოდა და ხშირად ორი კანონის შემდგომაც მოდიოდა ეკლესიაში. პურს ყოველ დღე ჭამდა, თუ ავადმყოფებს ცოტა თევზი დარჩებოდათ, იმასაც ჭამდა. როგორღა გახდა ის ამ წმინდა და დიდი ბერის ასეთი სიტყვების ღირსი? მათ არ იცოდნენ მისი დიდი და უსიტყვო მორჩილების შესახებ. მამა დოროთეს ხუმრობითაც რომ ეთქვა რამე, იგი სიმართლედ და მისი სულისთვის დიდად სასარგებლოდ მიიჩნევდა. ერთ დღეს წმინდა დოროთემ ხუმრობით უთხრა, დოსითე, საწებელი გჭირდება. მან სიმართლედ მიიღო, არაფერი უპასუხა. არ მინდა ან რატომ მეუბნები, საწებელი გჭირდებაო. წმინდა იმდენად დაემორჩილებინა თავისი გონება, რომ წმინდა დოროთეს ნათქვამ საერთოდაც არ ჩაეძიებოდა ხოლმე. ყველაფერს ისე უყოყმანოდ და გამოუძიებლად ღებულობდა, თითქოს ღვთის პირიდან ესმოდა. როგორც კი წმინდა დოროთემ უთხრა საწებელი მიიღეო, ისვე გაემართა, გააკეთა საწებელი, მოიტანა და ბერს საკურთხებლად გაუწოდა. წმინდა დოროთეს ძლიერ გაუკვირდა მისი უსიტყვო მორჩილება, სარწმუნოება და სიწრფელე. გიჟი ხარ და არ იცი რას აკეთებ, უთხრა მას დოროთემ. ნეტარი დოსითე მაშინღა მიხვდა, ხუმრობით მითხრაო. მუხლი მოიდრიკა, წავიდა და ქვევით დადგა. ერთხელ ნეტარმა დოსითემ წმინდა დოროთეს წმინდა წერილის რომელიღაც სიტყვის განმარტებას თხოვა. ფერს არ უნდოდა მას გაეგო იგი და უთხრა, არ ვიცი, მამას ერიდოს კითხე. მამა დოროთემ მამას ერიდოს ცალკე უთხრა, თუ დოსითე რამე სიტყვის საკითხავად შენთან მოვა, ძალიან გაუბრაზდი.
როცა დოსითე მამას ერიდოსთან მივიდა და იმ სიტყვის განმარტებას თხოვა, იგი მაშინვე განურისხდა და უთხრა: როგორ ბედავ ამის კითხვას და არ ზრუნავ შენი უწმინდურობისთვის. ორჯერ გაარტყა სახეში და გამოუშვა. ის კი მამა დოროთესთან მივიდა და ცემისგან გაწითლებული ლოყა უჩვენა. არ უთქვამ შენ რატომ არ მამხილე, ვიდრე მასთან გამგზავნიდიო. არც დრტვინავ და არამედ ყველაფერს სიხარულითა და მადლობით ასრულებდა. დიდი ნდობა ჰქონდა წმინდა დოროთეს. როცა თავის განზრახვაზე კითხავდა, რასაც უბრძანებდა, ისე იღებდა. თითქოს ღვთის პირიდან ესმოდა. არ ივიწყებდა და იმდენად იცავდა, რომ თავის ცხოვრებაში ერთსა და იმავე ზრახვაზე კითხვა ორჯერ არასდროს დაუსვამს ბერისთვის. როგორც ადრე ვახსენე, ბევრს ძალიან გაუკვირდა წმინდა ბარსანოფის სიტყვები. წადი, წარუდე წმინდა სამებას და მეოხება გაგვიწიევ. ამბობდნენ, რაღვაწლი ჰქონდა, არ გვინახავს, დიდად რომ ემარხულა, ან ელოცა, ან მღვიძარებაში ყოფილიყო, არც ისეთი სიმამაცე ჰქონდა. ამიტომაც ინება ღმერთმა და განაცხადა მისი დიდება. მორჩილების გამო რომ მოუმზადა და ის მადლი წმინდა დოროთეს რომ ჰქონდა სულთა საცხოვნებლად. ვინც ასე სწრაფად აცხოვნა, იგი და უცდომლად წარგზავნა ღვთის წინაშე. მისი აღსრულებიდან გარკვეული ხნის შემდგომ ერთმა დიდმა ბერმა მოისურვა მონასტრის გარდაცვლილი ძმები ეხილა. ღმერთს შეევედრა ყველანი ეჩვენებინა. ერთად იხილა ყველა დიდ დიდებაში. მათ შორის ნახა ვინმე მშვენიერი ყმაწვილი დიდი პატივით, რომელსაც თავზე ბრწყინვალე და მეტად ძვირფასი გვირგვინი ედგა. ბერმა ვერ იცნო იგი. ანგელოს, რომელმაც იქ მიიყვანა, ჰკითხა: უფალო, ჩვენი მონასტრის ყველა ამ მამას ვიცნობ, მაგრამ მიბრძანე, ვინ არის ეს გვირგვინოსანი ყმაწვილი მათ შორის რომ დგას? ანგელოზმა უპასუხა: ეს დოსითეა, ვინც მორჩილებისთვის იღვაწა და ქრისტესა და მოძღვრის სიყვარულისთვის მთელი თავისი ნება უარყო. როცა ბერი ჩვენებისგან გამოერკვა, ეკლესიაში მივიდა და ყველაფერი მამებს მოახსენა. დიდად გაკვირვებულმა მამებმა მადლი შესწირეს ღმერთს. ნახე ძმებო, როგორი ცხოვრებიდან რა სიმაღლეს მიაღწია მან და ხანმოკლე ღვაწლით უჭკნობი გვირგვინი და წარუვალი დიდება მიიღო ქრისტესგან, რადგან მორჩილება გამოიჩინა და სრულიად უარყო თავისი ნება ღვთისთვის, ვისიც არის უფევა, ძალი და დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. შეგვეციოს მისი მეოხება. ეს შემთხვევით არ წავიკითხე, დღეს მისი ხსენების დღეა. წმინდა დოსითეს ხსენების დღეა, თქვენ ჩამოლოცვაშიც მოისმინეთ და წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სახარების და წმინდა მამების თუ სულიერი საუბრის ერთი სიტყვაც კი არ გაეგონა. ისიც კი არ იცოდა მონასტერი რა იყო. სადაც თქვენ იცითო, იქ წამიყვანეთო. ასე მივიდა მონასტერში, 5 წელი იცხოვრა იქ. თან როგორც მამებიც ამბობდნენ, არც რაიმე განსაკუთრებული მარხვა არ ქონია, არც რაიმე განსაკუთრებული ღვაწლი, მაგრამ აი მორჩილება ჰქონდა. ხო და ეს ახლა სამონასტრო მორჩილება, რა თქმა უნდა, განსხვავდება საეროსგან, მაგრამ ჩვენ ღვთის სიტყვის მორჩილება უნდა გქონდეს, ესე იგი. აი სახარებისეული მცნებების მორჩილება და ღვთის სიყვარული ზუსტად მაგაში ჩანს. ღვთისადმი მორჩილების. ეხლა აი რამდენჯერ ყოფილა ადამიანს დაუშვათ, აი იცის რა არის ღვთისმცნება, იცის რა არის სინდისიერი საქმე, მაგრამ მაინც უნდა რომ სხვაგვარად გააკეთოს. ადამიანური სისუსტე ძლევს და უნდა რომ სხვაგვარად გააკეთოს. თუმცა ეს ბუნებრივი. ჩვენ ცოდვისაკენა ვართ მიდრეკილი, მაგრამ მეორე არის ის, რომ ჩვენ ამ დროს საკუთარ თავს არ უნდა ვამართლებდეთ. აი როგორც მაგალითად წმინდა დოსითე ხო განურისხდებოდა ვიღაცას. მაგრამ ის თავს კი არ იმართლებდა, რომ აბა რა მექნა, იმანეს დაავაშავა. იდგა და ტიროდა, მეტი არაფერი. აი ესე რაღაცა რომ გამოვლინდება რაღაცას ჩვენი ადამიანური სისუსტე, იქ მაშინვე სინანულია საჭირო. მით უმეტეს თუ დიდ ცოდვაში ვლინდება, იქ უფრო მეტად დიდი სინანულია საჭირო. დილას კითხულობდი, ესე იგი, ერთ-ერთი ბერი იყო, რომელიც ღმერთს ევედრებოდა, რომ
ლოცვის დროს მღვიძარე ყოფილიყო და სულიერი საკითხავის დროს და თუ სადმე ამაო და ბილდ სიტყვას მოისმენდა, მაშინ ძილი მორეოდა. ხო და მართლაც ესე იყო თურმე, აი ამას ევედრებოდა, რომ თუ სადმე ესე იგი გაიგონებდა ამო საუბარს რაღაც საერო საქმეებზე, რაღაც მithumedes ბილდ სიტყვას, მაშინვე ძილი მოერეოდა ხოლმე და თავის მოწაფეებს შეატყო ასეთი რაღაც, რომ როდესაც სულიერ საკითხებზე ესაუბრებოდა, მათ ძილი მოერეოდათ ხოლმე. და მერე საგანგებოდ დაიწყებდა ხოლმე რაღაც ამაო საგნებზე საუბარს და ისინი გამოფხიზდებოდნენ ხოლმე. ხო და მერე ამხილა და უთხრა, აი ხო ხედავთო. სულიერი საუბრის მოსმენა არ შეგიძლიათ. იმიტომ არ შეუძლიათ, რომ ეშმაკი ამ დროს ცდილობს რაღაცნაირად ჩვენი ყური მოარიდოს იმას. მაგრამ იქ სადაც საერო საუბრებია და ამოუთმეტყველება იქ პირიქით გამოგაფხიზლებს, რომ აბა კარგად მოისმინე, რომ ბერებს ჰქონდათ ხოლმე ასეთი წესი, რომ მოწაფესთან ერთად რო სადღაც მიდიოდნენ, აი როგორც იტყვიან, ქვის სასროლ მანძილზე მიყვებოდნენ თავისი მოწაფეები. თუ რაიმე შეკითხვა ჰქონდათ, დაეწეოდნენ და შეეკითხებოდნენ. მერე ისე ცალ-ცალკე დადიოდნენ, რომ აი საუბრებს ამოუთმეტყველება არ გამოეწია, ამ ახლო ყოფნას რო არ გამოეწია ამოუთმეტყველება. ძალიან იცავდნენ. ახლა შეიძლება კაცმა თქვას, რომ ერში ეგეთი ის არ არის საჭირო დაუშვათ, აი ეგრე მდუმარებას ვერ შეინახავ, მაგრამ ერთ-ერთი წმინდა მამა თუ არა ვწდები, წმინდა ივანე კოლოვი ასეთ რაღაცას ამბობდა, ანუ როდესაც ეკითხებოდნენ მას, რა არის მრავალმეტყველება და რა არის მდუმარება, ის ამბობდა, რომ შეიძლება ადამიანმა ძალიან ბევრი ილაპარაკოს, მაგრამ არავის არ განიკითხავდეს და ეს არ იყოს ამოუთმეტყველება. შეიძლება ადამიანი დუმდეს და გულში ვიღაცას განიკითხავდეს და ეგ ამოუთმეტყველებაა. ნახე, აი საზომად რა დადო მაჩვენებლად, რომ აი შენ თუ სხვას გულში განიკითხავ, ესე იგი შენ უკვე ამოუთმეტყველებ და არა მარტო ამოუთმეტყველებ, სხვას განიკითხავ, ხო და შეიძლება ბევრი და ხა ლექტორი როა ადამიანი და სკოლაში მასწავლებელი როა, ხო? იმან აბა უნდა ილაპარაკოს, აბარისთვის არის. ხა თია მასწავლებელია და თუ არ მივიდა და ბავშვებს არ მოუყვა, რა გამოვა? მაგრამ იმ გაკვეთილის თხრობის დროს ახლა თუ ვიღაცებს გადასწდა, ეგ უკვე არ ივარგებს. ეგეთი ამბავი. ამოუთმეტყველება. წმინდა მამები ასეთ რამეს ამბობენ, რომ ესე იგი აბანოს კარს თუ ღიას დავტოვებთო, იქიდან ხურვალება გამოვა. გაგრილდება, განიავდება. ეგ ჩვენი გულია. თუ პირს ღიას დატოვებ, გაგრილდება გული. იმ მობიერებისგან, იმ სითბოსგან, რაც შეიძლება იმ სახარების კითხვით თუ ლოცვით თუ იმით მოიპოვო. ეხლა რატოა მაგალითად, რომ ლოცა 2 საათი გრძელდება. ხო, რაღაცა იმან უნდა იმოქმედოს ადამიანის გულზე, რომ გაათბოს იქ. და თუ ამოუთმეტყველებით ის გააგრილებს, მაშინ მაგრამ იმ აბანოსო პატარა სარკმელი აქვსო დატოვილი, რომ თლათ არ ჩაიხუთოს. ანუ ეს რაღაცა უნდა თქვა, აბა სულ ისე ხო ვერ იქნები, მაგრამ არც ისე რომ სულ როგორც მინდა წერილი ამბობს, პირველ ახლოს ნუ გაეკარებიო. პირველ ყველაფერს იტყვის, რაც ეხება, რაც არ ეხება, რაც ეკითხებიან თუ არ ეკითხებიან, ყველაფერს იტყვის. დავამთავროთ. შეგვეციოს წმინდა დოსითეს მეოხება ღვთის წინაშე. საოცარი მაგალითია მართლა ყველასთვის და აი წარმოიდგინეთ რამდენჯერ დაეცემოდა და რამდენჯერ ადგებოდა მრისხანებას გულისხმობ ძირითადად ხომ მას ესვნება ქონდა როგორც გამოჩნდა მისი ცხოვრებიდან მაგრამ აი დააკვირდით რამდენჯერაც ეტყოდნენ რომ ღმერთმა შეგინდოს წამოდე კი გააგრძელე შენი საქმე იმდენჯერ სიხარულით ადგებოდა და აგრძელებდა ანუ იმაზე კი არ ფიქრობდა რომ გუშინეს ჩავიდინე ეგეც ეშმაკისგან არის გუშინ რო ჩაიდინე
და დღეს ახსარება თქვი და კიდე იმაზე რომ ნერვიულობ. ეგეც ხელს გიშლის იმაში რომ დღეს აკეთო დღევანდელი საკეთებელი. მე ხვალ აკეთო. ამიტომაც ამბობს მოციქული პავლე რომ უკანას ამას დავივიწყებ და წინას ამას მიუწვდებიო. ანუ უკან რაც იყო ცოდვა, უნდა შეინანო და დაივიწყო და გააგრძელო გზა. და სიკეთეც ეგრე. თუ გუში რაღაც გააკეთე, ისიც უნდა დაივიწყო და ეხლა სხვა რამეა გასაკეთებელი. იმის გახსენება არც ცოდვისა და არც სიკეთისა არაფერში არ გარგებს ესე იგი. უნდა დაივიწყო და გააგრძელო. შენი საკეთებელი უნდა აკეთო, მხნეთ უნდა აკეთო, უნდა წამოდგე, მხნეთ აკეთო, კიდე დაეცემი, კიდე უნდა წამოდგე. და როდემდეო რო გკითხეს წმინდა სისოიდიც, როდემდეო აი წამოვდექიო და ისევ დავეცი. იქამდეო სანამ ან მონანოს და ან ცოდვილს არ გაგიხმობენ ამ წუთის სოფლიდან. ანუ ბოლო ამოსუნთქვამდე, ეგეთი განწყობით. მერტი შეგვეციო საკუთი. მე რომ იმ დღეს